მამისა ჩვენისა იოანე პოპოვიჩისა ეკლესიის შესახებ. ნუ განეშორები ეკლესიას, რადგან არავინაა მასზე ძლიერი. ეკლესია შენი იმედია, შენი ნავსაყუდელიც ეკლესიაა. იგი ზეცაზე მაღალი და დედამიწაზე განიერია. არასოდეს ბერდება და მარად ყვავის. არაფერია ეკლესიაზე ძლიერი. ვინც მასთან ბრძოლას გადაწყვეტს, აუცილებლად დამარცხდება. რადგან ეს იგივეა, ომი გამოუცხადო თვით ზეცას და ებრძოლო ღმერთს. ეკლესიაში მარტონი არავით. მასში არიან წინასწარმეტყველები, მოციქულები, წმინდანები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის განუშორებლად იმყოფება თვით მეუფე ჩვენი, უფალი იესო ქრისტე. ისე არაფერი გვიხალისებს ცხოვრებას, როგორც ეკლესიაში ყოფნით შეძენილი სიხარული. იქაა ნუგეში სასოწარკვეთილთათვის, ხენა დამწუხრებულთათვის, შვება ტანჯულთათვის, განსვენება დაქანცულთათვის. ეკლესიაში საფრთხო წვეულებაზე გვეპატიჟება უფალი. იგი გვიბრძანებს მწუხარებით, იგი გვიბრუნებს მწუხარებით დაკარგულ სიმშვიდეს, ცოდვათა ტვირთს გვიფსუბუქებს, მოწყინებას სიტყვებით მოგვირჩენს, ხოლო დარდს სიხარულით დაგვიამბებს. რა დაემართება ადამიანს, რომელიც გემიდან გადავარდა და მისი გადარჩენისათვის გადაგდებულ სამაშობლო გულს არ ჩაეჭიდება. რასაკვირველია, იგი ზღვის უფსხულში გაუჩინარდება. ასე მოუვათ იმ ქრისტიანებს, რომლებიც ზეციდან ჩამოშობულ სამაშობლო გულზე, წმინდა წერილზე, ეკლესიაში აღსრულებულ საიდუმლოებებსა და მათ შორის უპირატეს უფლის სისხლსა და ხურცზე უარს იტყვიან. სწორედ აქ ვლინდება ადამიანის კეთილგონიერი არჩევანი. განაწყოს გონება სულიერისაკენ, შევიდეს ღვთის ტაძარში, რომელმაც შემდგომში მთელი კოსმოსი უნდა მოიცვას. გახდეს იმის თანაზიარი, რაცაც მასში აქებენ, უგალობენ და განადიდებენ. ღვთის მადლის შემწეობით აღორძინდეს ამაღლებული ცხოვრებისათვის. დასანანია, რომ თანამედროვე ქრისტიანებში მსგავსი არაფერი შეინიშნება. ჩვენ რატომღაც ვიწყენთ ქრისტიანობაში. ეკლესიაში ყოფნა გვიმძიმს. არასასიამოვნოდ გვძნობ თავს. ხშირად არც კი ვიცით რა ვაკეთოთ. წუხილისაგან გონებას ვყარგავთ. ერთი სული გვაქვს, მალე მორჩეს მსახურება და ისევ ჩვენი ულევი საქმეების რუტინას დაუბრუნდეთ. ეკლესიაში ყველაფერი ხარობს, ყველაფერი ბრწყინავს. ჩვენს ჩვენ კი გაბრძოლებაც არ გვსურს, რომ სულიერი ნაგავი მოვიშოროთ და ზეციურ სიხარულს შევუერთდეთ. ღვთისმსახურებისადმი საყოველთაო, როგორც სასულიეროთა, ისე საეროთა გაცივება ერთ-ერთი ნიშანია აპოსტასიისა. ეს მგრძნობელობა ლოცვისა და ღვთისმსახურებისადმი, ურწმუნოებასა და ქრისტიანობისადმი ხუცილობას ბადებს. არადა ერთხელ მაინც რო განგვეცადა ის, რას ტაძარში არ ესრულება, ამ გრძნობას არ აღუდეს დავივიწყებით. უთქმელეს არს უფალი, უფრო ის თაფლისა და გოლეულისა. ჩვენი ეკლესიის მისიაა ხალხი სული ქრისტიანული სათნოებებისაგან მოგსოვოს. ესაა სულის ხსნა ამას უფლისაგან. ყველა მისი სულის წარწმენდელი, კაცი-ჭამეული, უღმერთო მოძრაობებისა და ორგანიზაციებისაგან. თანამედროვე ცივილიზაციის კულტურულ ათეიზმსა
და პოლიტიკურ კაციჭამიობას აუცილებლად უნდა დაუპირისპიროთ ქრისტეს შემოსილი პიროვნებები, რომელიც კრავის სიმშვიდით ძლევს ველურ მგლებს. ვნებებს და მტრედის უმონკოებით იხსნიან ხალხის სულს კულტურული და პოლიტიკური სიმხრალისაგან. კულტურული მოღვაწეობას ხალხის სახელით განხრწნილი და დასახიჩრებული ევროპელი ადამიანის სახელით, ათეიზმის სახელით, ცივილიზაციის სახელით, ანტიქრისტეს სახელით უნდა დაუპირისპიროთ ქრისტეს სახელით მოღვაწეობა. ამიტომ ჩვენი ეკლესიის უმთავრესი მოვალეობა ქრისტეს შემოსილ მოღვაწეთა შექმნა. ეკლესიის თანამედროვეობის კანონი უნდა გახდეს ქრისტეს შემოსილი მოღვაწეობისაკენ წმინდა მამებისაკენ სწრაფვა, წმინდა მამათა მოღვაწეობის მიბაცვა, წმინდა საბას, წმინდა პროხორის, წმინდა გაბრიელის, წმინდა ბასილის, წმინდა დიაკონ ამბაკუმისაკენ სვლა. რადგან მხოლოდ ამ ღმერთკაცობრივმა ღვაწლმა შექმნა საბასაგან წმინდა საბა, პროხორესაგან წმინდა პროხორე, გაბრიელისაგან წმინდა გაბრიელი და ასე შემდეგ. დღეს მხოლოდ ამ მართლმადიდებულ ღვაწლს ძალს, რომ ყოველი სული წმინდანად აქციოს. მხოლოდ მათ შეუძლიათ აკურთხონ და განწმინდონ ჩვენიერი სული. რამე თუ ღმერთკაცობრივი მიზანი მარადიულია და უცვალებელი. მისი მიღწევის საშუალებებიც მარადიული და უცვალებენი არიან. რამე თუ იესო ქრისტე გუშინდა დღეს და იგი თავადი არის უკუნისამდე. ამინ. აი ამ სიტყვით წმინდა იუსტინე ჩვენ გვეუბნება, რომ ეკლესიაზე ძლიერი არავინ არ არის. და ვინც ეკლესიის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას, ის ბრძოლას იწყებს ღმერთის წინააღმდეგ, ზეცის წინააღმდეგ და აუცილებლად დამარცხდება. შემდეგ გვეუბნება, რა მოუვა ადამიანს, რომელიც არის ზღვაში, გადავარდნილი და სამაშველო გოლს ხელს არ მოკიდებს და ეხჩუბა. და გვეუბნება, ზეციდან ჩამოშვებული სამაშველო გოლი არის ეკლესია. მისი საიდუმლოებები, რომელშიც უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას. და ამ საიდუმლოებებმა უნდა გავხსნიდოს ჩვენ და გამოთქვას გულისწყებელსო თანამედროვე ადამიანებს ეს არ არის. გაციებულები არიან. ლოცვაზე დგომა არ შეუძლიათ. თანახეთ როგორ ამბობს, როგორც სასულიერო პირებს, ისე ერისკაცებს. ერთი სულია კაც ლოცვა ორჩეს და გაიქცეს თავის ყოფით საქმეებს დაუბრუნდეს. ეს არის ადამიანი, რომ დაივიწყებს ღმერთს და მიიქცევა მიწისაკენ. ასეთი ადამიანი კიდევ ვერ გადარჩება და შემდეგ ნახეთ რას თulis თანამედროვეობა, კულტურა, პოლიტიკა, ყველაფერი ისე მოაწყო, ეს ყველაფერი კაც აცილებს ღმერთს. ყველაფერი. და ჩვენ ეკლესიის მისია, ნახეთ რა არის. ამ ყველაფერს დაუპირისპიროს ღმერთ შემოსილი ადამიანების შექმნა. ცოტა უცნაურია ხა ეს როგორ უნდა შექმნას ეკლესია. თითეულმა ადამიანმა უნდა იღვაწოს, რომ მიბაძოს წმინდანებს, უნდა მიუბრუნდეს წმინდანებს. წმინდა ნიკოლოზის სენება უნდა მიბაძო ნიკოლოზს. უშინ საბაობა იყო, უნდა მიბაძო წმინდა საბას. თვითონ წმინდა საბას ხორებაში ნახეთ რა წერია 16 დიდის მიბაძვით არხვაში 40 დღე არ ჭამდა. ჩვენ შეიძლება 40 დღე უჭმელუსმელობა ვერ შევძლებთ, მაგრამ ის სული უნდა გქონდეს, რაც საბას გქონდა. ჩვენ სიკეთე უნდა მივდიოდეთ. და თვითონ იუსტინე სერბია და სერბი წმინდანები აქვს ჩამოთვლილი. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ეკლესიამ გახადა ნინო წმინდანი, იოანე ზედაზნელი წმინდანი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ვახტანგი, უამრავი ადამიანები, რომლებმაც გააფწინეს საქართველოს ისტორია
და გახდნენ ღმერთშემოსილები და ამით შეცვალეს ერი მოწყვიტეს მიწას და წაიყვანეს ზეცისკენ ყველა გახადა წმინდანი ეკლესია. ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. ხშირად უთხოვთ ალბათ ყველა ვეთანხმებით ამას რომ ქეთევან წამებული ზღვაწმა გადაარჩინა მთელი კახეთი. ის რომ გამხდარიყო მუსულმანი მთელი კახეთი გამოსულმანდებოდა. რომ შეინარჩუნა ქრისტე კახეთმა შეინარჩუნა ქრისტე. ერთ ადამიანს შეუძლია ძალიან დიდი საქმე გააკეთოს. ამიტომ ნახეთ პირველი მისია ეკლესიის რა არის რომ ღმერთის სათნომყოფელი ადამიანების შექმნას და ესენი დაუპირისპიროს წუთისოფელს. და წუთისოფელი იცით რას აკეთებს? ეკლესიას ხდის მიწიერს. თუ დააკვირდებით სასულიერო პირებიც კი ბევრი იმ მეთოდებს იყენებს ხალხის ეკლესიაში მოსაყვანად, რომელსაც ეკლესია არასოდეს არ იყენებდა. ადამიანები რო ეკლესიაში მოვიყვანოთ, უნდა ვბაძავდეთ წმინდანებს. ოღონდ განეგნულად მოჩვენებითად. შინაგანად კაცი უნდა ცდილობდეს ისე ეცხოვროს, რომ დაემსგავსოს წმინდანებს. ამას ადამიანი აკეთებს ეკლესიაში. და ჩვენ ყველამ უნდა შევეცადოთ, რომ ეკლესიაში ვიყოთ და არ გავამიწიეროთ ეკლესია. სიახლე არ უნდა შემოვიტანოთ არანაირი. ნახეთ როგორი თქვა, უფალი მარადიული და უცვალებელია და რომ მიაღწიო ღვთისათნო ცხოვრებას ეს ღვაწლიც არის მარადიული და უცვალებელი. სხვანაირი წესი არ არის რომ გამოსოდეს კაცი. და მხოლოდ ნახეთ რას ამობს კიდე ერთი მთავარი რაც არის որ გამოგჩეს ეკლესია შეუძლია ადამიანებისგან შექმნას წმინდანები. და ამ ადამიანებმა მერე უნდა გადაარჩინონ ერი. ერთმა ამისი ძალა წმინდა ნიკოლოზის ლოცვებით მისცეს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. ძველად საომარი ლაშქრობების შემდეგ მეფეები ქვის ლოდებისაგან ზოგჯერ კი მთლიანი გრანიტებისგანაც ძეგლებს ეგრეთ წოდებულ სვეტებს აღმართავდნენ, რომელზეც თავიანთ მტრებზე გამარჯვების შესახებ წერდნენ, რათა უკვდავებოთ ისინი შთამომავლობისათვის. ხოლო ეკლესიაზე კი საუკუნოდ არის წარწერილი თუ როგორ დაამარცხა ქრისტემ სატანა და ჯოჯოხეთი და თუ როგორ შეუძლია ქრისტიანს გაიმარჯვოს სულიერ ბრძოლაში. ეკლესიას რო შესახედავ ეს თუ გაგახსენდეს. რომ ღმერთმა დაამარცხა სატანა და ჯოჯოხეთი და ადამიანს შეუძლია სულიერ ბრძოლაში გაიმარჯვოს ეკლესიური ცხოვრებით. ერთმა ამისი უნარი ყველა ჩვენგანს მისცეს. ამინ.